ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო. თემა დღევანდელი ჩვენი საუბრისა გახლავთ ქრისტეს შობის თანამდევი სიხარული დამწუხარება. ამის შესახებ ჩვენ ვისაუბრებთ ქრისტეს შობის შემდგომი კვირის სახარების განმარტებისას. ეს არის სახარება მათესი მეორე თავის 13-დან 23 მოხლის ჩათვლით. წავიკითხოთ ტექსტი სახარებისა. და ვითარცა განეშორნეს იგინი, აჰა ანგელოზი უფლისა გამოუჩნდა ჩვენებით იოსებს და რქუა, აღდეგ და წარიყვანე ყრმა ეგე და დედაი მაგისი და ილტოდე ეგვიპტეთ და იყავ მუნ ვიდრემდე გრქუა შენ, რამე თუ ეგულების ჰეროდეს მოძიებად ყრმისა მაგის და წარწმედად ეგე. ხოლო იგი აღდგა და წარიყვანა ყრმაი იგი და დედაი მისი ღამე და წარვიდა ეგვიპტეთ და იყო მუნ ვიდრე აღსრულებამდე ჰეროდესა. რაითა აღესრულოს სიტყვა იგი უფლისა თქმული წინასწარმეტყველისა მიერ ეგვიპტით უწოდე ძესა ჩემსა. მაშინ ვითარცა იხილა ჰეროდე, რამე თუ მოიკიცხა მოგთა მათგან. განრისხნა ფრიად, წარავლინა და მოსყვიდნა ყოველი ყრმები, რომელნი იყვნენ ბეთლემს და ყოველთა საზღვართა მისთა 2 წლითგანი და უდარესი. მსგავსად მის ზამისა ვითარცა გამოიკითხა მოგთა მათგან. მაშინ აღესრულა თქმული იგი იერემია წინასწარმეტყველისა, რომელსა იტყვის ხრმა ჰრამაით ისმა გოდებისა და ტირილისა და ტყებისა მრავალი, რაქელს ტირო და შვილთა თვისთა და არა უნდა ნუგეშინის ცემის, რამე თუ არა არიან. ხოლო რაჟამს აღესრულა ჰეროდე, აჰა ანგელოზი უფლისა გამოეცხადა ჩვენებით იოსებს ეგვიპტეს და რქუა, აღდეგ და წარიყვანე ყრმაი ეგე და დედაი მაგისი და წარვეთ ქვეყანად ისრაელისა, რამე თუ მოსწყდეს, რომელნი ეძიებდეს სულსა მაგის ყრმისასა, ხოლო იგი აღდგა და წარმოიყვანა ყრმა იგი და დედა მისი და მოვიდა ქვეყანად ისრაელისა. და ვითარცა ესმა, რამე თუ არქელაოს მეფობს ურიასთანს ჰეროდეს წილ მამისა თვისისა, შეეშინა მისვლად მუნ და ბრძანება მოიღო ჩვენებით და წარვიდა კერძოთა გალილეის ლეასათა. და მივიდა დაეშენა ქალაქსა შინა, რომელსა რქვია ნაზარეთ, რაითა აღესრულოს თქმული იგი წინასწარმეტყველისა მიერ, ვითარმეთ ნაზარეველს ეწოდოს. მოგვების თაყვანისცემის შემდეგ გამოეცხადა ანგელოზი უფლისა და პირველი სიხარული, პირველი ესეთი ცისა და ქვეყნის ზეიმი, რომელიც აუწყებდა კაცობრიობას, რომ მოევლინა კაცობრიობას მაცხოვარი სოფლისა, რომელი იხსნის კაცობრიობას სიკვდილის მეუფებისაგან და დააბრუნებს მას სიცოცხლის საუფლოში, ანუ ღვთაებრივი სიცოცხლის სამეფოში, ცათა სასუფეველში. ეს უწყება იყო დიდი სიხარულის, დიდი ზეიმის, არა მართლაც ესე თქვათ, არა ამქვეყნიური ზეიმი, ეს იყო ზეიმი ცისა და ქვეყანის, ანგელოზები ცაში გალობენ, წყემსები მოდიან, თაყვანსცემენ, მოგმები შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებიდან მოდიან, თაყვანსცემენ, ანუ ესე იგი
როგორც იუდეველი ჭეშმარიტი რჯულის აღსარებლები, ასევე წარმართული სამყარო ფაქტიურად მთელი მსოფლიო აღიარებს და ადიდებს მოსვლას. აი ესეთია პირველი ნაწილი ქრისტეს შობისა. და აი უცებ თითქოს და სრულიად საწინააღმდეგო პროცესი იწყება. უცებ ანგელოზი როგორც კი ეს მოგვები წავიდნენ, ანუ ეს დიდი თაყვანისცემა, ეს დიდი საყოველთაო ზეიმი უცებ იცვლება სრულიად საწინააღმდეგო ვითარებით. ეს არის ესეთი ანგელოზისგან უწყება იოსებისათვის, რომ ჰეროდეს სურს მოკლას ყრმა და ისინი უნდა გაიქცნენ, ესე იგი ეგვიპტეში თან მოუწოდებს, რომ ეს ეგვიპტეში უნდა მოხდეს მათი წასვლა. აი აქ სწორედ აი ჩანს, რომ დიდი სიხარული მოულოდნელად სრულიად, ესე იგი, ძალიან სწრაფად შეცვალა დიდმა მწუხარებამ, დიდმა შიშმა, დიდმა ხიფად საფრთხემ. უცებ ესე იგი ოჯახს უწევს ძალიან მძიმე მოგზაურობაში წასვლა. და აი პირველი კითხვა იბადება, რა ხდება კაცობრიობას მოევლინა ღმერთი, რომელმაც ადამიანის სახე მიიღო და განაღმერთს არ შეუძლია, რომ შეაჩეროს ეს პროცესი, განაღმერთს არ შეუძლია, რომ ესე ვთქვათ, ამ ბოროტებამ არ იბოგინოს, მაგრამ აი აქ არის სწორედ მთელი, ესე ვთქვათ, საიდუმლოება, რომ აი იმ მიზნისკენ, რომლისკენაც რისთვისაც იმ მიზნის აღსრულებისათვის, რომლისთვისაც მობზანდა მაცხოვარი, გზა ბოროტების დამარცხებისა არ გადის ბოროტების განადგურებაზე. არამედ ეს გზა გადის სწორედ ბოროტების დათმენაზე, ბოროტების ესე იგი ხრიდან მიყენებული ჭრილობების ატანაზე, გაძლებაზე და აი ამ გზით ბოროტების დამარცხებაზე. ანუ ბოროტების დამარცხება ქრისტიანული სწავლების მიხედვით ეს არის სწორედ როდესაც წუთი სოფლის აი ამ ცოდვებში ჩაძირული წუთი სოფლის სიმწარე ადამიანს სულით არ დასცემს, სულით არ ესე თქვათ დაასნეულებს, სულით არ და რაც თავარი არ გააბოროტებს. ანუ ბოროტებაზე რომ არ უპასუხო, ბოროტებით ეს არის ბოროტების დამარცხება. ამას გვეუბნება სწორედ ეს პირველი ასეთი პირველივე წუთები აი ამ ქრისტეს შობისა, ღმერთის მოვლენებისა, აი ამას გვასწავლის, რომ ქრისტიანობა ეს არის არა ბოროტების განადგურება, ბოროტი ძალების განადგურება, ხილულისა თუ უხილავის, არამედ მათგან გამოწვეული ბოროტების მიმართ მტკიცე ასეთი ურყევი რწმენის შენარჩუნება, სიყვარულის შენარჩუნება, როდესაც ადამიანი არ გაბოროტდება, როდესაც ადამიანი არ კარგავს რწმენას, არ ვარდება სასოწარკვეთილებაში და აი სულით ასე ვთქვათ ჯანსაღია, სულით ჯანსაღია, მტკიცია, ურყევია, აი ეს რო ვერ ამარცხებს ბოროტება ადამიანს. აი ეს არის გამარჯვება. აი ჩვენ ვიცით წმინდა გიორგის ცხოვრებიდან, რომ წმინდა გიორგი დიოკლეტიანემ შეიპყრო მრავალი სასიკვდილო წამება გამოატარა, შემდეგ ციხეში იყო შეპყრობილი, ბოლოს თავი მოკვეთა, მაგრამ წმინდა გიორგის ხატებზე არის ხატები, სადაც ურჩხულის ნაცვლად წმინდა გიორგი განგმირავს დიოკლეტიანეს. დიახ, დიოკლეტიანემ აწამა და მოკლა
წმინდა გიორგი, მაგრამ წმინდა გიორგიმ დაამარცხა, რითი დაამარცხა დიოკლეტიანი? დაამარცხა იმითი, რომ დიოკლეტიანეს ბოროტებამ ვერ გააბოროტა, ვერ დაუკარგა რწმენა წმინდა გიორგის, არამედ კიდევ უფრო გააძლიერა ამის დათმენამ. და წმინდა გიორგი ხდება სასწაულთმოქმედი, იგი ციხეში 3 წელია და 3 წელი უამრავ სასწაულს ადამიანებს კურნავს და ნუგეშინის სცემს ადამიანებს, 1000 ადამიანი მიდის მასთან. აი ესეთია და ბოლოს ასე მთავრდება, რომ შედის საკერპო ბომონში იმპერატორ დიოკლეტიანეს გონია, რომ უკვე ვეღარ უძლებს ამდენ, ასე ვთქვათ, ტანჯვას, ხანგრძლივ ტანჯვას წმინდა გიორგი და ალბათ უნდა რომ კერპებს თაყვანისცეს და ამ დროს წმინდა გიორგის აქვს ისეთი ძალა, რომ იგი შემოსრავს კერპებს და ამას რო გაიგებს დიოკლეტიანი უკვე ფაქტიურად იგი დამარცხებულია, ვერ ასე ვთქვათ შეაშინა გიორგი, ვერ შეაცვლევინათ თავისი მრწამსი, უარი ვერ ათქმევინა, აი იმპერატორია და ვერაფერი ვერ მოუხერხა, რომ ასე ვთქვათ თავისი ნება ვერ გაატარა. და წმინდა გიორგიმ გაატარა თავისი ნება და ეს კერპები შემოსრა და დაიმსხვრა ეს საკერპო ბომონში ეს კერპები და მაშინ მიხვდა დიოკლეტიანე, რომ ესე ვთქვათ ის ასაგვირველია, მას ვერაფერს ვერ დააკლებდა და ბრძანა თავის მოკვეთა, მაგრამ ეს იყო მისი დამარცხება. და აი ეს არის ქრისტიანობის მთავარი სწავლება, რომ ჩვენ ბოროტებას ვამარცხებთ იმით, რომ ბოროტების ასე იგი აი ამ ჩვენს მიმართ გამოვლენილ ბოროტებას არ პასუხობთ ბოროტებით, არ ვკარგავთ რწმენას, არამედ დათმენით კიდევ უფრო ძლიერდებით რწმენასა და სიყვარულში და აი ისევ წმინდა გიორგის ცხოვრებიდან გავიხსენებ, როდესაც მას უთხრეს, რომ მას ესე იგი თავის კვეთა მისი გადაწყდა, რომ თავი უნდა მოჰკვეთონ და სიკვდილით უნდა დასაჯონ, ის სიხარულით შეხვდაო ამ ამბავს, მაგრამ მწუხარე იყო აი იმ მისი ჯალათების და პირველ რიგში დიოკლეტიანეს სულის წარწმედისათვისო. ესე იგი როგორი სიყვარულია, რომ შენი ტანჯველი, შენი ასე ვთქვათ, ის ვინც შენ გაწამებს, ის ვინც შენ ასეთ ტკივილს გაყენებს, როგორც სულიერს, ასევე ფიზიკურს, რომ შენ ის გეცოდება, გებრალება, რომ ის იღუპება ამითი. აი რა ძალას აღწევს სწორედ განსაცდელებში ქრისტიანული სათნოების შენარჩუნების შედეგად ადამიანი რასაც. და აი ეს სწორედ ეს ქრისტე გვაჩვენებს, რომ უფალი გვაჩვენებს, რომ აი კი არ დაუპირისპირდა ჰეროდეს, კი არ გაანადგურა ჰეროდე, მისი სიცოცხლე კი არ, ასე ვთქვათ, უფალმა მისი სული კი არ წაიყვანა, არამედ თვითონ განერიდა, უფალი განერიდა და ესე იგი წავიდა ძალიან მძიმე მოგზაურობაში, წარმოიდგინეთ ახლა ეგვიპტეში ამ ხელა გზაზე უნდა წავიდეს და ესე იგი სათანეს ღამეს უთხრეს და ღამესვე გავიდნენ, ესე იგი მოუმზადებლები და რა მძიმე იყო და აი გვაჩვენებს უფალი, რომ გზა აი ბოროტების საკუთარ თავში ბოროტებაზე გამარჯვებისა. გზა არის სწორედ ძალიან ტანჯველი და რაღაც, მაგრამ ამისთვის ზათ უნდა ვიყოთ, რომ დიახ, ქრისტეს შობა ეს არის სიხარული, ეს არის ზეიმი, მაგრამ ამავე დროს ეს არის აი ამ სიხარულის შენარჩუნებისათვის და საბოლოოდ აი ამ რის გამოც გვაქვს ეს სიხარული, რომ აი მომბძანდა მაცხოვარი სოფლისა, სიცოცხლის მომნიჭებელი, ანუ სიკვდილიდან ჩვენი სიცოცხლეში, ასე ვთქვათ, სიკვდილისგან განმანთავისუფლებელი და სიცოცხლის კვლავ ჩვენთვის მომნიჭებელი მოვიდა და აი ეს პროცესია როგორ უნდა მოხდეს აი ამ
სიკვდილიდან გამოსვლა და აი სიკვდილიდან გამოსვლა ეს არის ჯვარცმა, ეს არის გოლგოთა. და აი ვინც ამ ჯვარცმას დაითმენს, ის გამოდის სიკვდილიდან. ამიტომაც ნათქვამია, რომ უკვე თუ ქრისტესთან ერთად თანაჯვარს ვეცვათ, მისთანავე ავსდგეთ. და აი ამისი გაგრძელება თუ შეიძლება ითქვას და კიდევ ერთი სახე კიდე გარსილებით უფრო მკვეთრი, მძაფრი, რომ ქრისტიანობა ეს არის გზა აღდგომისაკენ ჯვარცმით და სიკვდილის გავლით, ჯვარცმისა და სიკვდილის გავლით გზა აღდგომისაკენ, რომ ეს არის ქრისტიანობა, ამის კიდევ უფრო ესეთი მძაფრი მაგალითი ეს არის აი ის ქმედება, რაც ჰეროდემ ჩაიდინა მას შემდეგ, როცა ეს ოჯახი, წმინდა ოჯახი გავიდა ბეთლემიდან. ჰეროდემ ბრძანა, რომ 2 წლისა და ყველა 2 წლამდე ვინც იყო ბეთლემში და მის შემოგარენ სოფლებში, აი ყველა ესე იგი ჩვილი მოეწყვიტათ. და 14,000 ჩვილი მოწყვიტეს. ესე იგი წარმოუდგენელი აქაც როგორ დაუშვა უფალმა, რომ აი ესეთი მსხვერპლი ესე იგი ამ რასაკვირველია ამ პიროვნებაში ეს საკურება გაჩნდა და უფალმა იცოდა რასაკვირველია, რასაც ფიქრობდა, რასაც აპირებდა და როგორ არ წაიყვანა მისი სული ან რაიმე სხვა გზით შეაჩერა ეს. მაგრამ აქაც სწორედ ეს არის, რომ უფალი ბოროტებას კი არ ანადგურებს, არამედ ჩვენ გვასწავლის ბოროტების დათმენას და ბოროტების მიერ რომ ჩვენ არ ვკარგავთ ბოროტების მსხვერპლი როცა ვართ, ჩვენ არ ვკარგავთ ასე ვთქვათ რწმენას, არ ვარდებით სასოწარკვეთილებაში, რაც თავარია არ ვივსებით სიძულვილით, სისასტიკით და აი შურის ძიების აი ამ ჟინით რო არ ვივსებით, აი ეს არის სწორედ გამარჯვება და აი კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ იქ სადაც დიდი სიწმინდეა, იქ დიდი დაპირისპირებაა და ყველაზე მეტად რასაკვირველია მართალს ასე ვთქვათ უმანკოს წმინდას ებრძვის ბოროტისული, მას ებრძვის და აი ეს ჩვილები იყვნენ ესეთი ყველაზე წმინდა და აი ეს მრისხანება, რომელიც რასაკვირველია ჰეროდესში გამოვლინდა, ეს იყო მრისხანება ბოროტისულისა, რომელიც აღშფოთებული იყო იმითი, რომ ესე იგი მოევლინა მაცხოვარი სოფელს, აღშფოთებული იყო, ამითი იყო აღშფოთებული და რასაკვირველია ეს აგრესია გამოვლინდა ერთ-ერთ უმძიმეს ცოდვილში, ჰეროდესში და აი კიდევ ერთხელ გვეუბნება უფალი, რომ გზა ქრისტიანობისა ეს არის ეკლიანი გზა, ვიწრო აბჭე, რომლითაც შევდივართ სასუფეველში, მაგრამ ეს გზა არის ცხონებისა, რადგანაც რა აზრი აქვს სიცოცხლეს, თუ კი ჩვენ სიცოცხლეს ამ ქვეყნიურს არაფერი შეეხება, მაგრამ ჩვენი სული დარჩება სიკვდილში. აი სწორედ ეს განსაცდელი, ეს ჯვარცმა, ეს არის აი ამ სიკვდილის ბორკილებისგან განთავისუფლება. სიკვდილის ტყვეობისაგან, ცოდვის ტყვეობისაგან, ეშმაკის ტყვეობისაგან განთავისუფლება არის ეს ჯვარცმა. როდესაც ჩვენ მას ვითმენთ, როდესაც ჩვენ მას სარწმუნოებით ღებულობთ. და ეს არის სწორედ წუთის სოფელში მრავალი განსაცდელი აქვს ნებისმიერ ადამიანს. ნებისმიერ ადამიანს აქვს მრავალი განსაცდელი და აი სწორედ აი ამ განსაცდელების დათმენით, რწმენით, რომ ჩვენი სული აი ამ მარადიული სიკვდილის ბორკილებისგან თავისუფლდება და მარადიულ სიცოცხლეში გადადის. აი ეს რწმენა არის, რაც ჩვენ, ესე იგი, გაგვაძლებინებს და არ უნდა დავკარგოთ ეს რწმენა და ასე ეს არის მოწამეობა, აი რომ ქრისტიანობა ეს არის მოწამეობა, მზადყოფნა ნებისმიერი მსხვერპლისათვის, მათ შორის სიცოცხლის გაღებისათვის და უფრო მეტსაც ვეტყვი,
ვიტყვი, სიცოცხლის გაღება შეიძლება იმდენად ძიმე არ არის, რამდენადაც საკუთარი შვილის, საკუთარი, ასე ვთქვათ, შვილის სიკვდილის ესეთი დათმენა და ამის გადატანა, აი ღვთის გულისათვის. ანუ ჩვენ უნდა გვწამდეს, რომ აი ამ ტანჯვის დათმენაში არის სწორედ გამარჯვება ბოროტებაზე და ნიშანი იმისა, რომ ჩვენი რწმენა ურყევია, რომ ჩვენ ვიცით, რომ ეს ტანჯვა ეს არის სხეულის ამ ქვეყნიური ტანჯვა, ეს არის დროებითი და ეს ტანჯვა ჩვენ გვთავისუფლებს მარადიული, ესე იგი, ტანჯვისაგან, სიკვდილის ტყვეობისაგან გვთავისუფლებს. აი ეს უნდა ვიცოდეთ და თუ ჩვენ გავექცევით ამ ქვეყნიურ ტანჯვას და ვთქვათ, აი დაგვიპირისპირდა, ვთქვათ, ბოროტი ძალა და ითხოვს ჩვენგან რაღაცა მცნების დარღვევას, მით უმეტეს ღმერთის უარყოფას. თუნდაც, მაგრამ ნებისმიერი ცოდვა შეგნებულად ჩადენილი რაღაც კომპრომისზე წასული იგივე ქრისტეს უარყოფა და თუ ამაზე ჩვენ, ესე იგი, წავედით, შეიძლება ის ტანჯვა არ მივიღოთ, მაგრამ ჩვენი სული დარჩება ესე იგი სიკვდილის ტყვეობაში მარადიულად. და ამიტომ აი ამ თუ ჩვენ გვაქვს რწმენა, რომ ქრისტეს გულისათვის, მისი მცნებების დაცვისათვის ჩვენ მარადიულ სიცოცხლეს ვიბრუნებთ, ჩვენთვის წუთისოფლის სიტყვება და ამაო, ასე ვთქვათ, ხორციელი თქმობა არაფერს არ ნიშნავს. და რაჯობია ეს ხორციელი სიცოცხლე უმტკივნეულოდ გავატაროთ და მარადიულ ტანჯვაში, მარადიულ სიკვდილში გავაგრძელოთ არსებობა, თუ დავთმოთ, თუ კი ეს საჭიროა, თუ კი ეს ჩვენგან ითხოვს, ასე ვთქვათ, მცნების დაცვას, უფალი და მტერი პირიქით მის დარღვევას ითხოვს და დავთმოთ ეს ხორციელი, ეს სიკეთე, რაც გაგვაჩნია და უფალი ამითი მოვიპოვოთ მარადიული სიცოცხლე და მარადიული ნეტარება. აი, ამიტომ ეს ჩვილებიც ესენი არიან, ასე იგი, სწორედ ქრისტესათვის წამებულები და რასაკვირველია, მათ დაიმსახურეს ზეცაში, დაისახურეს ეს მარადიული ნეტარი, ესე იგი, არსებობა. აი ეს არის მთავარი არსი, აი ამ სახარებისა, რომ ქრისტესთან თანაჯვარცმა, ვინ უკვე თუ ქრისტესთან ერთად თანაჯვარს ვეცვათ, მისთანავე ავდგეთ. ამიტომ საქართველოს ისტორია ეს არის მოწამეობის ისტორია. ჯვარს, როგორც წმინდა ილია მართალი ამბობს, ქრისტე ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენ ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის. აი ეს არის სწორედ აი ამას ადასტურებს კიდევ აი ეს ისტორია ქრისტეშობის დღესასწაულის ეს ისტორია. ამიტომ საბოლოოდ ეს ტანჯვა, ეს მწუხარება, ეს დიდი ტრაგედია, ეს არის გამარჯვება. გამარჯვება ცოდვაზე და იმ სულების განთავისუფლება, ვინც მოწამეობრივი აღსასრული მიიღო და სათასასწრელში მათი დამკვიდრება და ეს არის საბოლოო მიზანი ჩვენი ცხოვრებისა და თუ ჩვენ ამ თვალით შევხედავთ ჩვენს ცხოვრებას, ჩვენ მუდამ გავაკეთებთ სწორ არჩევანს და ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ ყოველთვის ჩვენ მარადიული სიცოცხლის მოპოვებაზე ვფიქრობდეთ და ყველაფერს ვაკეთებდეთ იმის მიხედვით, რამდენად ეს გვაახლოვებს ან გვაშორებს ჩვენს მარადიულ ღვთაებრივ სიცოცხლეს და შეგვაძლებინოს აი ამ გზაზე ვტკიცეთ და შეურყევლად სვლა. ჩვენ ვართ კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ 2026 წელი ეს არის საიუბილეო წელი, 1700 წელი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან და ეს არის წელი, როდესაც ჩვენ ღმერთი კიდევ ერთხელ გვაძლევს უდიდეს ძალას, რომ დედა ეკლესიის წიაღში გავთლიანდეთ, გავძლიერდეთ და აი გაუძლოთ ყველა ბოროტებას და დავამარცხოთ ეს ყველა ბოროტება ჩვენი მტკიცე და ურყევის სარწმუნოებით და სიყვარულით არა მარტო მოყვასის, არამედ მტრისა და მოძულისა და მაჭირებელისა.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და ქრისტეს შობის მადლი შეგეწიოთ. ჩვენთან არს ღმერთი.